კიდევ ერთხელ ღამის პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარია პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ბატონო ვაჟა, დღეს სწორედ იმ თემებზე ვისაუბრებთ, რაც უშუალოდ თქვენს კომპეტენციაში შედის. მაგრამ თქვენ იყავით ამასწინათ ღია ეთერში, დისკუსიაში მიიღეთ მონაწილეობა. თქვენს გვერდით იჯდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 500,000 ლარი დაეკისრა ჯარიმის გადახდა. ვერ გეტყვით. და იცით რა, თეატროლოგიანი ასე ბრძანა ქალბატონმა თეამ. ზუსტად არ ვიცი რა ოდენობა იყო, ამას არ გაუპროტესტებია ბატონ გოტას. და ესე ითქვა, ყოველ შემთხვევაში ლაპარაკი იყო საერთოდ ზოგადად ჯარიმებზე, რაოდენობაზე კამათი არ ყოფილა. მაგრამ 500,000 ითქვა. მაინც ბევრია და არ ვიცი რის გამო. ხო, შეიძლება ასეთი ვერ გეტყვით, ჩემი აზრით ცოტა ძნელია ხა რა უნდა დაეშავებინა ბატონ ჭანტურიას ისეთი რომ თქვათ ნახევარი მილიონი ლარი რომ უნდა გადაიხადოს. შეიძლება უბრალოდ რაღაც ჰიპერბოლიზებას ჰქონდა ადგილი. ანუ ოდენობის თულუკენმაც არ გააპროტესტა და უფრო იმიტომ გამიკვირდა. ხო, არავის არ გაუპროტესტებია და მართლა რო გითხრათ მეგრელიშვილმა თქვა რომ ცოტა უხერხულია, როცა ჩემ ქორზე მჯდომს 500,000 ლარი აქვს დაკისრებული ჯარიმა, ხო ეს. კი ბატონო. ესეც ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი სასამართლოს სამართლიანობას ნამდვილად ხელს არ აძლევს ასეთი რა. ხო, ამის შესახებ იყო ლაპარაკი და მე თქვი რომ დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების დღევანდელი სასამართლო ვერ იქნება. არა იმიტომ რომ ის ისეთივეა როგორც ნაციონალების დროს იყო, აშკარად უკეთესია და ამას ადასტურებს, თქვათ, სამართალწარმოებაც, შედეგებით სასამართლოს ხდომების. აი, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, აი ახლა გულბარცხილაძის ადვოკატი მყავდა სტუმრად და ადამიანი, რომელიც ესე ღამე მივიდნენ და ადეს ხელბურკილები წაიყვანეს და დღეს მამაც გარდაეცვალა, ავამტყოფი ყავდა. ვიცი, დიახ, გავიგე. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ოჯახს და გულბარს წაიყვანეს და დღემდე გამოკითხული არ არის. თუმცა სასამართლო ჩატარდა და წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. აი, როცა დღემდე გამოკითხული არ არის, რაღაცა ბრალდებით, ხო? ძალიან რთულია დღეს საქართველოში სასამართლოს იმაზე სამართლიანობაზე საუბარი და მართლმსაჯულების თავისუფლებაზე. ნახეთ, სადაც არ არის ქართული ოცნების ან ხელისუფლების ინტერესი, იქ შეიძლება სასამართლო პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ საკმარისია შეეხოს მათ ინტერესს, იქ ჩვენ უკვე რაღაცა დეჟავუ გვემართება, იმიტომ რომ გვახსოვს ასეთი რაღაცეები, ხო? დაჭერა. აღნიშნე კიდეც ამის თაობაზე, რომ ეხლა პრინციპში რა თქმა უნდა სადა დედამიწა განსხვავება არის, რა თქმა უნდა და წინ არის წასული ამ ხრის საქმე, მაგრამ როცა ეხება სამართალწარმოება, თქვათ ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებს, ან მათი ბიზნესების მოკავშირეებს, ან სადღაც პოლიტიკური ასპექტი აქვს, აქ მე არ მინახავს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესებს ხელყოფდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ რაღაც ვერ არის, მით უმეტეს ახლა ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვიცით, რომ პოლიტიკური მდგენელი სამართალწარმოებას ამ ქვეყანაში აქვს. მართალია ისეთი ძალმომრეობა ამ ქვეყანაში აღარ არის ღმერთმა ქნას, რომ არც იყოს არასდროს, როგორც ადრე იყო ან სამართალდამცავების მხრიდან ზოგადად სასამართლოს მხრიდან, თქვათ, საოცარი რამ ხდებოდა, ხო ადრე, მაგრამ როდესაც თქვათ საუბარია იმაზე, რომ თქვათ რომელიღაც მოსამართლე ამჯერად თავისუფალია და აი ვიცნობ პატივცემ ბატონი ბოჟაძე პარლამენტარია, დიდებული ადამიანია, მაგრამ ეხა ისეთი რამე თქვა, აი რომ მოვიდეს ნაციონალები დაიწყებს ისეთივე და უარესი გადაწყვეტილების მიღებას მოსამართლე მურუსიძე.
ეგ სწორია, მაგრამ იმის გამო რომ მოსამართლე მურუსიძე შეიძლება დაბრუნდეს ძველ ასე თქვა ტრაექტორიაზე გადაწყვეტილის მიღების რა უნდა ვქნათ, არასდროს არ უნდა შევცვალოთ ოცნება ხელისუფლებაში. ხო, ასეთი პოლიტიკას, იმიტომ რომ უნდა იყოს თვითრეგულაცია სასამართლო სისტემაში და ეს დამმართლა დამოუკიდებელი, რეალურად დამოუკიდებელი შტო უნდა იყოს. ეხლა ასეთი მიდგომების გასამყარება, თქვათ, ხო, დემოკრატია არის შტატებში. სასამართლო სისტემის იქაც არის, ასე ვთქვათ, პარტიული წარმომადგენლობა, ხო, წარმოგიდგენიათ უზენაეს სასამართლოში, უმაღლეს სასამართლოში შეერთებული შტატების ნაწილი რესპუბლიკელია, ნაწილი დემოკრატი და იქაც ხდება ასე დაპირისპირება. ამიტომ ამის აღმოფხრა ძნელია, მაგრამ რეალურად ამის საპირწონე არის საჯაროობა და ყველა კონკრეტული საქმის ძირისძირამდე ჩაძიება. მართალია თავისუფალი მედია შტატებში სერიოზულ კრიზისს განიცდის, მაგრამ იქ მაინც არის ჯერ კიდევ ისეთი გარემო, რომ ძნელია რაიმეს დამალვა განსაკუთრებით ხელისუფლების წარმოადგენლის მხრიდან. მაგრამ იქ მაინც ასე ვთქვათ, თვითრეგულირებადი უნდა იყოს და ევროპულ დემოკრატიებშიც ასეა, მითითებებით ხელისუფლების მხრიდან ძლიერთა ამას სოფლისათა მიმართ არ ხდება ეს არჩევა დანიშნა და ამერიკელებმა მაგალითად სადეს და გარკვეული დონის მოსამართლეების დანიშნვისას არის არჩევნები. აი, როცა ირჩევენ იქ რაღაც დონის წარმომადგენლებს შტატები იქნება თუ კონგრესი იქ მიაყოლებენ ხოლმე რამდენიმე კანდიდატს მოსამართლეობას და ის არჩეული მოსამართლეა. შესაბამისად ამით იზრდება საზოგადოებასთან მისი პასუხისმგებლობა, ის ვეღარ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ შეესაბამება ხალხის ინტერესებს. მაგრამ აქ ესე არ არის. ნინო, აი, მაგრამ შეხედეთ როგორ არის, რომ სასამართლო სისტემა არის საფუძველი დამოუკიდებლობის, პროგრესის, ყველაფრის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და აქ თუ არ არის აქ სრული ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა, სერიოზული ეჭვები ჩნდება სამართალწარმოების მიმართ. ის რომ თქვათ წინა ხელისუფლებასთან შედარებით გაცილებით უკეთეს ვითარება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენ ვიყოთ მშვიდად. მით უმეტეს აი თქვენ ბრძანეთ ბატონ გულბათ რცხილაძის დაკავების საქმე, ეს ძალიან ისეთი სპეციფიური საქმეა. მე პირადად მას არ ვიცნობ, ბატონ გულბათ, უბრალოდ ვიცი რომ არის სერიოზული მოღვაწე, დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის შვილი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, დიახ, ბატონი ვიქტორ ცხილაძის, ეს ვიცი, ის ვიცი რომ ეს მოღვაწე და გონიერი ადამიანია და ინკრიმინირებული აქვს საოცრად მძიმე, ანუ ღალატი. სამშობლოს ღალატი, ჯაშუშობა, ასეთი რაღაცები. ეს ძალიან აქ ჩვენ დახურულია პროცესი, ანუ ინფორმაცია არ გამოდის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, და ჩვენ არ შეგვიძლია, რომ რაიმე ისეთი მარტო რწმენით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შეიძლება იყოს და მე მინდა რომ ეს გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც გიორგი უძილაური, არც გულბათ ცხილაძე, არც ირაკლი ჩიხლაძე, რომელსაც არ ვიცნობ, ხო? ისინი არ არიან ჯაშუშები, იცით რატომ? როცა შენ ნამდვილად ჯაშუშს იჭე, აკავებ, შენ არ შექმნი ისეთ სიტუაციას, რომ ამდენი კითხვის ნიშანი აღმოდის, გაუჩნდეს ადამიანს. გეთანხმებით. და როცა ესეთი კითხვის ნიშნები ჩნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პრობლემა. და მათი შექმნილია ეს კითხვის ნიშნები, აი ნაბიჯები, თუნდაც ნახეთ, აი ვახტანგ მაისაია, იგივე მოსამართლემ, რომელმაც ცნოის დამნაშავედ მიშა სააკაშვილის დროს უკვე 2000 შემდგომ პერიოდში იგივე მოსამართლემ
აღიარა რომ ის დამნაშავე არ არის. მაშინ მე გეკითხებით, ეხა ეს არ არის ნონსენსი მართლაც. აი გეხოთ, აი რაღაცა საშინელება. აი ჩვენ მაშინ ცოტა ყურადღება გავამახვილეთ ამაზე, ალბათ, იცით რა და ბოლომდე არ ვიბრძოლეთ, რომ ესეთი მოსამართლეები აღარ ყოფილიყვნენ მანტიით შენიღბულები. მაგრამ ეხლა უკვე რაც ხდება, ხომ? ადამიანს იჭერ ჯერ ამდენი ჯაშუში თუ გყავს, შენ მოიკითხე, ესე იგი შენ თვითონ საიდუმლო ინფორმაციებში იქ აგაკ, ხო? მინუსი. იქიდან გამოდის თუ არის რამე, მაგრამ როგორ დავიჯერო, როცა ამდენი ხანია გულბაცხილადს დაკავებულია და გამოკითხვაც არ არის ჩატარებული. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ სასამართლო პროცესები იქნება. მით უმეტეს გულბაათი ამბობს, რომ მე გვითანამშრომლებ აბსოლუტურად ღია მინდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ არა, არ გაძლევენ ამის საშუალებას და ეხლა ამ შემთხვევაში მე ვერ ვიქნები ხელისუფლების მხარეზე, ბატონო ვაჟა, ალბათ დამეთანხმებით. მართალი ბრძანდებით და არც არის საჭირო, რომ თქვა ხელისუფლება გავაკრიტიკოთ ან მხარი დაუჭიროთ. აქ ფაქტია, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ჩვენ არ უნდა გქონდეს ეჭვი, ხომ არ არის აქ რაიმე კონიუნქტურიდან გამომდინარე ნაბიჯები გადადგმული. ახლა ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ შემდეგ რამეს, ახლა კონკრეტიკაზე სამწუხაროდ როცა ვერ ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ტენდენციას შევხედოთ. აბა რამდენი ხანი არ გახსოვთ თქვენ საქართველოში რუსული აგენტურის ან ჯაშუშების დაკავება. დიდი ხანია ალბათ, ხო ერთხელ მიშამ რო ატეხა ერთი ამბავი და დაიჭირა სააკაშვილის გულისხმობ, იმის მე არ ყოფილა. რატომაც აი ახლა ეს ბოლოს უცებ ასე თქვათ ეს ჯაშების თემა წამოვიდა წინაპრად და რუსეთის ჯაშუშების და უკაცრავად და კითხვა იბადება არ შემილია აი მე არც ხარი დაუჭირო არც უარყო, მაგრამ 14 წელია ხელისუფლებაში ეს ძალა და ამ პერიოდის განმავლობაში რუსული აგენტურა საქართველოში არ არსებობდა, ან თუ არსებობდა, რატომ არ იქნა მხილებული. ეს ძალიან რაღაცით გარკვეული კონიუნქტურის შემცველი არის ასეთი მიდგომა. მეორე მხრივ ძალიან ცუდია როდესაც ხელისუფლება იყენებს ისეთ ტერმინებს და თან იყენებს ძალიან ხშირად და აი შეიძლება ითქვას რომ ნებისმიერ ჰაიჰარად მაგალითად მოღალატე ქვეყნის მოღალატე ერის მოღალატ ხალხის ლამისარი 30-იანი წლების ამბები გავიხსენ ხალხის მტერი ეხლა მე ჩემი წარსული ბიოგრაფიიდან 30-იანი წლების ამბებს კარგად ვიცნობ. ერთი პერიოდი მაპროფილებელი სპეციალობაც კი იყო ეგა და ვიცი რა მასშტაბებს მიიღებს ასე ვთქვათ ესეთი დამოკიდებულება ყოველთვის იქნება განვითარებადი სამხალხო მტერი ეთყოდნენ ვიღაცაზე და დამთავრდა ჯერ ერთი ეს ხალხის მტერი ასეთი დეფინიციები არ უნდა იხმარებოდეს საერთოდ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით და კიდევ აი მაგალითად მე არ მივესალმები ასეთ რამეს რომ ეროვნული ინტერესების ღალატი ამბობენ ასეთი დეფინიციებით არსებობასაც ხელისუფლებას არ ურჩევ რატო იმიტომ რომ თავისთავად ეროვნული ინტერესები შესაძლოა თქვათ ქართული ოცნებისთვის იყოს სხვა ნაციონალური მოძრაობისთვის სხვა პატარა პარტიებისთვის სხვა და საქართველოსთვის სხვა რაც თავარია სხვა თქვათ ფილოსოფოსებისთვის და ასე შემდეგ როგორც ჩვენ გვყავდა და ეროვნული ინტერესის შებრალვა არ არის, როდესაც საქართველოში დემოგრაფიის პრობლემაა, შობადობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა, როცა გარბიან აქედან ასეთი მიგრაციაა, ხო, საქართველოდან და როცა იყიდება ესე ჩვენი მიწები, ჩვენი სამშობლო სულ არ არის მზედაც, ჩვენი სამშობლო არის მიწა. ეს არ არის ეროვნული ინტერესების შელახვა, ეს ხელისუფლება რომ ესე იგი ყიდის ამ ჩვენი სამშობლოს მიწებს, ეს მეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების შელახვა სწორედ ეს არის რომ უმიწოდ დავრჩებით მალე ქართველები ეს უნდა რა თქმა უნდა მიიღწეული იქნას
საერთო სახალხო საყოველთაო ეროვნული კონსენსუსი როგორ უნდა ავაყვალოთ ქვეყანა ისე რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მიწები არ გავყიდოთ უცხოელებზე არ მოვახდინოთ თქვათ შეცვლა პროფილის თქვათ იქ ძალიან იოლია და ხდება ხოლმე თქვათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პროფილის შეცვლა მიწების მეორე მხრივ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ ამაზე ჩვენ ტურისტული ინდუსტრიის გარდა რეალური არაფერი გვაქვს სამწუხაროდ ისევ რუსეთიდან და თქვათ ისეთი ქვეყნებიდან მესამე ყაიდის ქვეყნებიდან შეიძლება ზვიად გამსახურდა ყოველთვის ამბობდა ტურიზმზე ჩამოკიდებული საქართველო არის საშინელება და ტრაგედია საქართველოს აბსოლუტურად სწორი და მთელი საქართველო ვაქიად გადაიქცევაო არ უნდა იყოს ყველა ესე იგი ყველაზე მთავარი რა ქვია სამუშაო ადგილები კურიერი და ტაქსის ძღოლი არ უნდა იყოს და ჩამოკიდებული არ უნდა იყოს ქვეყანა აი ამ იმაზე რა ქვია ტურიზმზე მას უნდა კონდეს სხვა კიდე განვითარების სწორი მიდგომა ნინო აბსოლუტურად სწორი ჩვენ ტურიზმი არ უნდა ვაქციოთ ერთადერთა მთავარ სფეროდ ეკონომიკის რომელზეც არის დამოკიდებული ჩვენი სოციალური სტაბილურობა და კეთილდღეობა ეს ცხადია თუმცა ტურიზმის გარეშეც ისეთი გარეშე არავინ არ ამბობს არ უნდა ვიყოთ და ბევრი მიმართულებით ესეც უნდა გამოვიყენოთ მაგრამ მხოლოდ ტურიზმი არ უნდა იყოს ბატონო ვაჟო ხო ძალიან რთული პრობლემაა ამიტომ ჩვენ პერიოდულად უნდა გავმართოთ საერთო სახალხო დისკუსია ტელეეთერები რო პროპაგანდის ინსტრუმენტებად იქცა ამის თაობაზე პროტესტი არის გამოსახატი ჩვენი მხრიდან იმიტომ რომ არ შეიძლება პროპაგანდა კი ვიღაცა შენს მომხრეს არწმუნებ რაღაცაში მაგრამ თავარი შენ რო არწმუნებ ის კი არ არის თავარი შეჯერებაა თვალსაზრისების იქნება არასწორი ხარ შენ დრო ყველა წინა ხელისუფლება თუ რაღაცაში არასწორი იყო იქნებ შენს ხარ რაღაცაში არასწორი და ვინ უნდა განსაჯოს ეს რა თქმა უნდა საზოგადოებამ ჟურნალისტებმა ანალიტიკოსებმა პროფესიონალებმა და ამ შემდეგ სამწუხაროდ ეგ ასე არ არის ამიტომ მარცხაჯულებას დაუბრუნდეთ ჩვენ უნდა იყოს მარცხაჯულება დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი და ღია. სხვანაირად ეხლა აი როდესაც 10 წელი თქვა, არ ვიცი ხა მეტი რა თქმა უნდა, არ არსებობს თქვა რუსეთის ჯაშუში. კი ბატონო, ჩვენ ამის მიღმა შეიძლება დავინახოთ სხვა კონტექსტი და მე ხლა ამაზე საუბარს არ შეუდგები, იმიტომ რომ არ მჩვევია რაღაცა ფანტაზიების მოხმობა იმის დასამტკიცებლად რაც ისედაც ცხადია მაგრამ ყურადღებას მივაქცევ და ყველა ჩვენი მსმენელი და ყველა ქართველი და ყველა საქართველოს მოქალაქე ძალიან კარგად ასე ვთქვათ ამჩნევს აი ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ამა თუ იმ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ისტორია და დიდი გზა გვაქვს გამოვლილი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ აი საერთოდ გავართ, რაც რომ აი ვიღაცა შეიძლება არ ჯეროდეს საზოგადოებას რომ ის არ დამნაშავე. ამიტომ ჩვენ უნდა დაგვარწმუნოთ რომ რეალური ფაქტები გვაქვს ის რომ ასეთი უმძიმესი დანაშაულია ხო რომ ფაქტობრივად სამშობლოს ღალატია ხო რომ უყვართ ეს გამოთქმა მაგრამ იქნება რაღაც მაინც გვითხრათ ამ ყველაფერზე გარდა იმისა რომ აი ეს დინარაძე გენერალი დინარაძე გამოდის და ესე იგი რა დინარაძე ამბობს და კობახიძე ამიტომ მე ესე უსიტყვოდ უნდა დაუჯერო არ არის ესე რა აქ თქვა გვარებს დავანებოთ აქ რეალურად სხვა გენერლობა მომწონს რა გენერალი ნიშნელოვანი აქ სხვა რამეა ნიშნელოვანი რომ აი ბატონ უძილაურზე რომელსაც პირადად მართლა რო გითხრათ არც ამ პიროვნებას არ ვიცნობ მაგრამ ვიცი რომ არის მებრძოლი ადამიანი და დიდი ხანი მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში და აი ახლა რო ეუნები ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია რაც გავრცელდა ისაა რომ ის ხდებოდა ვიღაც წარმომადგენლებს ეს არაფერი არ არის ბატონო რაღაც ინფორმაციას აწვდიდა აი გეკითხებით ახლა მე თქვენ
უძილაურს რა ინფორმაცია უნდა ქონოდა და თუ აქვს ისეთი რომ რაღაც სპეცსამსახურები დაინტერესებული ხო და თუ აქვთ გულბაც პირობითად ვამბობ ხა აბსოლუტურად გიორგის იმერაკლი ჩიხლაძეს მაშინ შენ მოიწიე რომ ესე ადვილია იმედია ჩვენ გაგოგებინებენ რა და როგორ არის იმედია ჩვენ გაგოგებინებენ რა და როგორ არის და აგვიხსნიან იქნება დასაბუთებული ბატონო ვაჟა გრიფით საიდუმლოა სასამართლო დახურულია და ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი მე იმედი მაქვს მე ახლა ერთი ნეტარ არიან მორწმუნეები მე არა ერთი საკმაოდ პატრიოტი გონიერი ადამიანი მწერს რომ აი წინააღმდეგობრივია თქვენი მსჯელობა წინააღმდეგობრივი ჩემი მსჯელობა კი არ არის სინამდვილეა წინააღმდეგობრივი და ვერ იტყვი რომ არის აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება რომ ბიძინა ყველაფერს აკეთებს კარგად ან ბიძინა ყველაფერს აკეთებს ცუდად რომ მთავრობა არის ან კარგი ან ასეთი რამ შეუძლებელი ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავრობის ცალკეული პიროვნებების განსჯა მათი საქმეებით, მათი დადებითი და უარყოფითის აღნიშვნის თუ არა აი ორ ნაწილად გაყოფა ამ ქვეყნის რა შედეგებამდე მიიყვანა ეს ქვეყანა ეს კიდევ სხვა საკითხია თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ და მე კიდევ მეორე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სერიოზული იურისტია და სწორედ ეგ არის მისგან გასაკვირი როდესაც ირაკლი გამოდის კობახიძე და ამბობს რომ ამართლებს სამართლებრივად აი რაღაც მაპატიეთ აპრავლებს რომ ბიძინა ივანიშვილი არის აი ყველაფერი სად არის სახელმწიფო, სად არის ინსტიტუციები, სად არის კონსტიტუცია, ეს ხომ სასაცილოა, მით უმეტეს როცა ესეთი რანგის იურისტი გამოდის და ამას ამბობს, ხომ? ეს კიდე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს. მე გეკითხებით, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად? და თუ მას სურს, რომ მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, გახდეს პრემიერ-მინისტრი. მაგრამ არა მას არ უნდა ზედმეტი პასუხისგებლობა. ამიტომ ნახეთ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. ხელისუფლება რყნის, მაგრამ აბსოლუტური ხელისუფლება რომ აი ესე იგი ბიძინა ივანიშვილი რო არ ყოფილიყო დაღუპულები ვიქნებოდ. რატომ ბიძინა ივანიშვილმა განაპირობა მარტო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა? ხალხმა არ განაპირობა, არ გადავიტანეთ ეს ყველაფერი ჩვენ თავზე? და ციხის კადრებმა არ განაპირობა ეს ყველაფერი და რამდენი ადამიანის აი ეს უბედურება ესე არ არის რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არავინ არ აკნინებს მაგრამ იცით რა არის ახლა უფალო სუდო არ არის ეს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ პოლიტიკურად ის არავინ არ არის ის არის საპატიო თავმჯდომარე და რომელიღაცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ეს არ ნიშნავს რომ ის არის პირველი პირი აი თქვენ პოლიტოლოგი ხართ საქართველოს პირველი პირი ვინ არის და რა სახის სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ ირაკლი კობახიძე არა ის ამბობს მე მეორე პირი ვარო ვის გულისხმობს ივანიშვილს თუ მას რა ქვია პრეზიდენტს რომელსაც ჩვენც არ ვირჩევთ ისევ პარლამენტი გვიმტკიცებს ხო ესე იგი აბსოლუტური ეს არის პრემიერ-მინისტრი მაგრამ ამბობს მე მეორე პირი ვარო პოლიტიკური თანამდებობის პირი მაგრამ რეალურად ამ ქვეყანაში პირველი პირი რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი რაც მე ხელს არ მიშლის იმაში რომ მისი 8 წელი იგივე ხელისუფლების შესვლა იქნება თუ დიდი და მასშტაბური ქველმოქმედება დავინახო მადლობა უთხრა მას და ვთხოვო რომ აი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ფუნდამენტი ჩაუყაროს და მე სხვებმა გააგრძელოს. რაც არ უნდა ზღაპრული ადამიანი იყოს და კეთილი და კეთილშობილი, ხელისუფლებათა ცვალებადობა არის აუცილებელი ფაქტორი და ნიშანი დემოკრატიულებს. აი ხა მე შევნიშნე სხვათა შორის ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებში რომ აი არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ ბოლო დროს ხო ერთ პერიოდი მხოლოდ კრიტიკა იყო ევროკავშირის მისი ბიუროკრატიის ფაქტობრივად ეს შევთანხმდეთ რომ ბიუროკრატიის კრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელების მიუხედავად იმისა რომ ისინი არჩეულები არ არიან არის კრიტიკა ევროკავშირი არის აი საბჭოთა კავშირის ძალიან ცუდი ვარიანტი მეთოდით ნუ ეს მთელი თემა ამას ერთ გადაცემა დავუთმოთ მე და თქვენ
და რეალურად შეხედეთ აი რომ დემოკრატია აი ახლა უკვე გაახსენდათ რომ აი ევროპისკენ მივდივართ კონსტიტუციაში წერია ეგ ამბავი დემოკრატია გვინდა და ამის შესახებ განაცხადეს ბოლო დროს ხმამაღლა ეხლა ეგ ისე ხოთაშორის თეატროლოგიანმა 78 მუხლი ახსენა, მაგრამ ეს 78 მუხლი სატრაბახო კი არ არის, სამარცხვინოა. თუ ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენობა გვინდა, 78 მუხლის კონსტიტუციაში არსებობა ამის საპირისპიროს ნიშნავს და რატო გიზღუდავენ აზროვნებას, მე ვერ გავ, რატო, ესე იგი ირაკლი და თეა რომ ეტყვის, ესე იგი ესეა, არ არის ესე. მოდით მე პირადად დაგეთანხმებით, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა არ არის მიზანშეწონილი თუმცა მე რა თქმა უნდა ევროკავშირისკენ ამ ქვეყნის სვლას მხარს უჭერ ცალსახად და ეს კურსი არ უნდა შეიცვალოს მაგრამ კონსტიტუციაში ეგეთი მუხლების ჩაწერა არავინ არ იცის იმიტომ რომ რეალობა ხშირად იცვლება ის რა დღეს არის ჩვენი მიზანი და ევროკავშირის ბიუროკრატია გვეუბნება რომ თქვენ უნდა დაიმორჩილოთ, რასაც მე გეტყვით, ის უნდა გააკეთოთ, ეს კანონი მიიღოთ, ის არ მიიღოთ. ეს თუ ასეა, ჩვენ უნდა უარყოთ ეს გზა და კონსტიტუციაში როცა ეს არის, რეფერენდუმის გარეშე მას ვერ შეცვლი და რეფერენდუმი აკრძალულია. ამიტომ ეს რთული საკითხია, თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო შეტანილი. იმიტომ რომ იქნება და ამ ეტაპზე ჩემი ისტორიის და ამ ქვეყნის არსებობის და ერთიანობის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იქნება მე აი აღმოსავლეთთან ურთიერთ ჩინეთის ვექტორი მომცემს გარკვეულ ასე თქვათ პლუსებს და გარკვეულ კი, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობა და ეს გარკვეული პლუსები რუსეთთან დაპირისპირებით არ გამოვა, იმიტომ რომ ნუ ხედავთ ხო, ახლა სოფლიოში არის სამი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. ჩვენ გვინდა ეს თუ არ გვინდა, ეს არის ხო და ხელის გულზე დევს. იცით რა არის, რომ აი ეს ხელისუფლება ფაქტობრივად მე რა თქმა უნდა შორს ავარი იმაზე რისგან რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება რუსები როგორც ამას ოპოზიციის პრიმიტივები ზოგიერთი პრიმიტივი იქ არის აღადებს ეს არის საოცარი უმწეობა ამ ადამიანების რომ აი რუსი პრორუსი ეგ კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის იმიტომ რომ ეხა სხვა თემაზე არ გადავალ თუ არა ჩვენ რომ რუსეთი გამოვიყენეთ მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენება ისეთი უნდა ჯერ ვმართეთ ამდენი ათეული წელი რუსეთი მეორე იქ კი არ უნდათ იმათ საქართველოსთვის დაებრუნებინათ ეს აჭარა მესხეთი და ჯავახეთი სათავისოდ დაიპყრეს მაგრამ და გუბერნიებად დააყვეს და ნუ არ ვიცი 1000 პოლიტიკა მაგრამ მაინც მივიღეთ ხო ეს ეთნიკური ელემენტის დამკვიდრება მთელ რეგიონებში მაგრამ შენ რისთვის ახარ ცოცხალი ცნობიერი ადამიანი ეს ხალხი მივარდა და განათლება მიიღო ქუთაისში თბილისში მე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ესეც არ არის ეხლა მეაჩნიათ რომ იდიოტები როგორ აი რაღაცა მარქსიზმით დაინტერესდნენ მაშინ იმდენად ის იყო რა ქვია ეს სოციალური საკითხი საარსებო საკითხი იყო რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში 82% სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს და ისეთი ხალხი არ იქნა არჩეული იმ კრების წევრებად, რომ ახლა მწხვენია კიდეც გამეორება ისეთი დიდი ეროვნული მოღვაწეები და იქ დაპირისპირება ილიასსა და ჟორდანას. რა თქმა უნდა, ილია ცალსახად სწორი და მართალი იყო, მაგრამ იმას იმ ხელა მხარდაჭერა ჰქონდა მშიერ მწყურვალი საწყალი ხალხის, რომ ის ბედავდა, რომ ილიას დაპირისპირებოდა. ამიტომ ეგ ძალიან რთული საკითხებია. ამ დროს სიტყვები ცნობილი ხო, ვიგუბიცი ბალშუი რუსკუი დემოკრატია. არ დაგვაგიწყდეს. ხო, ეს ვიცით ეგ ისტორიები, რა თქმა უნდა მართალი ხართ. მაგრამ რეალურად იცით როგორი ამბავია, რომ ეს ცალსახად ასე თქვა, რომ აი ეხლა ჩვენ მივდივართ თუ ევროპისკენ მიდიხარ, ხელისუფლებათა ცვალებადობა არის საჭირო. ორი ვადის მერე მაინც 8 წელი თუ ევროპისკენ მიდიხარ არასამთავრობო ორგანიზაციები რო დაანგრიე და ფაქტობრივად სექტორი
გაუქმე და ერთი კონკურსი ჩაატარე პატარა გრანტების და მე ვინ გაიღო ვერ გავიგეთ საერთოდ და მე დიდი გრანტები გაუქმე თუ ეგრეა მაშინ ევროპაში არის ეს სექტორი და სხვათა შორის ძალიან აკრიტიკებენ იქაც გარკვეული ასე ვთქვათ კორუფციული ქვეტექსტების გამო ამიტომ ბევრი რამეა ასე განსასჯელი და ეს კონსტრუქციაში ამისასახო რა თქმა უნდა არასწორია გარკვეული ბენეფიტები კი სურს ამ ხელისუფლებას მაგრამ ეს ბენეფიტები უნდა იყოს პრაგმატული და ანგარიშვალდებული ხელისუფლების წინაშე ეხლა შეიძლება ვიღაცა ჩვენ კარგი მსმენელები გვყავს და თქვას რომ აი ეხლა იაპონიაში 55 წლის მერე 1900 ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში ორი პატარა 5 წლიანი მონაკვეთი ჰქონდა მაგრამ მეგობრებო იმ პარტიაში თავმჯდომარეს ირჩევს ყველა პარტიის წევრი ფარული კენჭისყრით და პარტიის თავმჯდომარე ავტომატურად ხდება იაპონიის პრემიერ-მინისტრი 5-6 ერთმანეთზე დაპირისპირებული ფრაქცია ამ პარტიაში გაშლილი დემოკრატია და ამიტომ იტანს ერთპარტიულობას თუმცა ერთპარტიულობა და დემოკრატია მაინც აი რაღაც კონფრუნტულ ურთიერთობებში არ არის და რაღაც ცოტა ფიქციური ხასიათიც აქვს ამით შეიძლება იმის გამართლება რომ ერთი პარტია იყოს ხელისუფლებაში მაგრამ სიმღერას არ მღერის ქართველი კაცი 7 ხმის გარეშე და 3 ხმა ხო მინიმალური და ეხლა თქვენ გინდა რომ ერთ პარტიას ამართ არ გამოვა ეგ თვითონ თავის თავს აი ბიზნეს ხათა შორის თქვა ერთხელ რომ აი ბეთონ რო ჩავთავ ტელევიზორს და მემახსენებენ და ოცნებას ახსენებენ გაბეზრებული მაქვს ეგ ყველაფერიო გაბეზრებული აქ კარგი კაცია პატრიოტი კაცია მაგრამ საით მიყავს ქვეყანა ხო და აი deep state აი ნახეთ აი ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ ხო აი ჩვენ გვაქვს ტიპობრივი ქართული deep state-ის მმართველობა აბა მეტი deep state რა არის ხო არის რთული თემაა არა deep state რას ნიშნავს ხო არიან ადამიანები რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში მაგრამ ვინც არიან ხელისუფლებაში იმათ კარნახობენ როგორ უნდა მოიქცნენ აი ეხლა აბა საქართველოში მეტი რა ეს არის აი ტიპობრივი ნახეთ აი ქართული deep state ბიძინა უფალი სუდო რომელიც არავინ არ არის პოლიტიკურად და ყველაფერი არის მასზე ჩამოკიდებული ვინ დაიჭირონ ვინ არ დაიჭირონ აი ყველაფერი ესე ვერ გავფრინდებით ბატონო ვაჟა თორე სიამოვნებით 14 წელია ერთ ადგილზე აი ხომ ხედავთ როგორი სიტუაცია ეს ვითომ სუვერენობა და დამოუკიდებლობა ვისატყუებენ ეს ყველაფერი არის ქმედებაში, ეს ქმედითი რამ არის რა, ეს უნდა ვიგრძნოთ ჩვენ. მარტო საუბრით არაფერი არ გამოვა. Deep state-ი ცოტა რთული ფენომენია. რთული ფენომენია. ძირითადად ხო ეგ არის. ხო, რთული ფენომენია. კი, რა თქმა უნდა. შესაბამისად ჩვენ დამოუკიდებლობა ქონდა 3 წელი და მე 35 ქონდა გვაქვს ხო რეალურად მაგრამ მიუხედავად ამისა როგორც კი ფულად სასაქონლო ურთიერთობები გარკვეულწილად განვითარდა როცა კაპიტალი გახდა მთავარი გავლენის იარაღი გარდა თქვა შეერაღებული ძალისა უკვე ჩამოყალიბდა ისეთი ჯგუფი ადამიანების რომლებიც ფარულად გვერდზე დგანან და განსაზღვრავენ ბევრ რამეს ამიტომ ეს საკითხი ესე მარტივი საკითხი არ არის. ეხლა საქართველოს არა, რთული საკითხია, რა თქმა უნდა. ეს deep state-ი სხვადასხვა ტრანსფორმირდება. საქართველოს ისეთი პატარა რომ ერთკაციან deep state-ი წევლება. მაინც არ დაგეთანხმებით რატო, იმიტომ რომ ბიზნესი არის არაფორმალური მმართველი, დიდი ფინანსური შესაძლებლობები. ისინიც არაფორმალური მმართველები არიან, დიდი ფინანსური შესაძლებლობები და მათ ყავთ ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც აგერ ზაზა შათირიშვილი მაგალითად მიიჩნევს, რომ ტრამპი არის deep state-ის ერთ-ერთი, ესე იგი, ხო? და რა არის აბა deep state-ი? არაფორმალური მმართველობა, ვისაც აქვს დიდი ფული. აი ესე არ არის ბიზნესთან დაკავშირებული. ტრამპი არის მხოლოდ ერთი ფაქტორი ამერიკული establishment-ის და deep state-ის. ეგ არის სხვა რამ, უფრო აქ საუბარი არის იმ ოჯახებზე, რომლებიც ბევრი ოჯახია და ერთი ოჯახი განსაზღვრავენ და უზარმაზარი ძალაუფლება აქვთ რეალური
შესაბამისად ეს deep state-ი მაშინ ტრამპი deep state-ს დაუპირისპირებელ 4 წლის განმავლობაში ხორდაპირისპირებია რომ მართავდა ამერიკას ხო პრეზიდენტი მეორე ვადით რომ მოვიდა იქ გამიყალბეს არჩევნები გაბრაზდა და იმ deep state-ს გაემიჯნა რომ ის ნაწილი თვითონ იყო ხო და ეხლა ტრამპი არის deep state ძალიან პრიმიტიული და მარტივი და მოადგილო გაგება მაგრამ რეალურად ხო ტრამპი დაუპირისპირდა deep state-ს მერე გადაიბირა ამ deep state-ის საკმაოდ თვალსაჩინო წარმომადგენლები ხო ეს არის როგორ გითხრათ გადაიბირა მასკი ცუკერბერგი და სხვები ხო გადაიბირა მაგრამ მასკი პირველი ტრილიონერი გახდა სხვათა შორის კი ბატონო და ძალიან ბევრი ვინმე გადაიბირა ბოლომდე და გაიმარჯვა ხო და ეხლა უკვე სხვა სიტუაცია უბრალოდ ეხლა სხვა რამეა ნინო იმათ ყველამ თავისი წილი მიიღო ტრიუმფიდან ამიტომ გადგნენ გვერდზე რაც მათ უნდათ იმას მიაღწიეს ამის გასამართლებლად და მისაჩქმალად ტრამპმა თქვა რომ ეს deep state-ი ბიუროკრატია ამერიკისო ბიუროკრატია ისეთი საცოდავი და ბედკრულია განსაკუთრებით შტატებში უმაღლეს თანამდებობის პოლიტიკური პირების გავლენას არ გულისხმობ. ისინიც დამოკიდებული არიან ბევრი მიზეზზე, რომ იმის თქმა რომ აი ბიუროკრატია შეიძლება deep state-ის ნაწილად მოვიაზროთ, იმიტომ რომ ვიღაცები დავალებებს აძლევენ იმასაც, მაგრამ ის რომ deep state-ი ბიუროკრატია, მართლაც ქართული ბედკრული ბიუროკრატია და ასე შემდეგ. რეალურად სულ სხვა ხალხია ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ღრმა სახელმწიფო, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და საერთოდ მე ვამბობ ასეთ რამეს. ერთი მოქალაქე ხო ვარ და ერთი სპეციალისტი ხო მაქვს უფლება მოსაზრება მქონდეს. რაზეც არის ეჭვი, რაზეც არის მოსაზრება, ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო განშტის საგანი. აი ახლა გამოვიდა ხალხი, სერიოზული ხალხი, თვითონ ტრამპი ერთ პიროდი და ამბობს, რომ deep state-ი მართავს მთელ სოფლიოს პროცესებს და შემდეგ. უნდა დავსვათ ხა ვინ არის ეს deep state-ი? ერთ-ერთი დავანებოთ თავი თვითონ რა არის. თვითონ მარტო რო იყოს არაფრის მაგნისი ის არის ისედაც არაფრის მაგნისია ეს თავისი ეფექტები უკვე მოძველდა მაგრამ იგულისხმება ხო იქ სხვადასხვა როკფელერები და სხვადასხვა ოჯახი იგულისხმება მოდი დავსვათ ეს დიდი გავლენიანი ოჯახების წარმომადგენლები მრგვალ მაგიდასთან და ვივჭელოთ ახდენენ თუ არა ისინი უარყოფით ზეგავლენას სოფლიო პროცესებზე იმიტომ რომ მე პირადად ჯერ ხედავთ ამ უარყოფით არა მე ვხედავ და გულისხმობ ბევრ ამას მაგრამ მე ანალიტიკოსი ვარ მე არ შემილია ასე ვთქვათ რაღაც ვერსიებზე და ფანტაზიების მეშვეობით ვაკეთო დასკვნები თუ რაღაც ტენდენცია არ გამოვიდა წინა პლანზე მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ ვერც deep states ვერც რომის კლუბს და ვერც good clubs არ გამოვიდა ეს წინა პლანზე დღეს არა გამოვიდა მაგრამ ყველა დუმს ეს სხვა საქმეა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს რადგან დუმს ხო და ამიტომ ვიმსჯელოთ ამაზე და მე რომ ვიმსჯელოთ და თქვენ ობიექტივზე ამას რა აზრი აქვს უნდა იმსჯელონ თვითონ პოლიტიკოსებმა გაერო რო გააუქმეს ფაქტობრივად იქ უნდა იყოს სამსჯავრო პროცესების სოფლიო და ეს საწყალი კაცი გუტიერეში ახლა მიდი მოდის იქეთ-აქეთ არავინ ყურადღებასაც არ აქცევს როგორ იცოდა შევარდნაძემ გერო და თქვენშორის შევარდნაძემ თქვა რომ გერო აღარ ვარ გაო და რეფორმირება არის საჭირო მაგრამ რა რეფორმირება ის ჰაერის გამოსაშვები ორთქლის გამოსაშვები არეალია ასე არ იქნებაო მაშინ მიუგეს და გააჩუმეს შევარდნაძე რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხებოდა ფაქტობრივად აქედან გამომდინარე ეს პროცესი უნდა იყოს ხალხის ჩართულობით მე ხალხოსანი არა ვარ და აი ესეთი რაღაცა პოპულიზმი მიმაჩნია უკვე მავნეთ
პოლიტიკაში. ერთ პერიოდი კარგი საშუალება იყო ხალხის მობილიზების, საბჭოთა პერიოდ გამოვლენის, მაგრამ უკვე აღარ არის პოპულიზმი საჭირო, მაგრამ რეალურად ჩვენ ხალხის გარეშე ხალხი უნდა ამას ვიმეორებ თუთი ყუშივით, იმიტომ კი არა რომ სხვა სათქმელი არა მაქვს, იმიტომ რომ ამის გარეშე ყველაფერი კიდია იმაზე მე და თქვენ რას ვიტყვით და აგერ ვერთობით. რეალურად კიდე ხალხი ნუ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ყველაფერი უნდა ვკითხოთ ხალხს და ჩვენთან უყურეთ რა მოხდა, რახან ესე იგი დაკვეთებს ასრულებდნენ და ფულს აკეთებდნენ. სოციოლოგიური კვლევის კომპანია არ არის. დემოკრატიულ ქვეყანაში თითქოს მივდივართ ევროპისკენ ჯერ კიდევ. რატომ არ არის ბატონებო? არ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, ფული რატომ უნდა ვიხადოთ არჩევნების იმის კვლევების გაყალბებაში და რომ არ ვიცით რა ხდება, ამიტომ ხალხი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელიც გაძევებულია იქედან 90-იან წლებში მალანთა აზრით არასწორი არჩევანის გამო. მერე არის კვერის დამკვრელი ყოველ არჩევნებზე. ხალხი უნდა იყოს სუბიექტი და არა ობიექტი გადაბირების. თუ ეს მოხდება, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ვიღაცას რო დაიჭერენ, არავის შეეპარება ეჭვირო ის რაღაცა სერიოზული ამბავია ალბათ და ეხლა ყველაფერი უყურებს და ფიქრობს ყველა, რატო დაიჭირეს, რა ხდება? რუსული ჯაშუშების გამოვლენა ხო არ დარჩა აქტუალური და რაღაცა. აი, არა, მე ასე უმარტივია ყველაფერი. ნახეთ, პოპულიზმი ახსენეთ, რატო იყო პოპულიზმი? მაშინ იყო ხალხი ჩართული, ხალხმა დაიჯერა, რომ მას შეუძლია პოლიტიკაში ჩართვა. აი ამ მოვლენებში ჩართვა. მაშინ იყო იდეა, მაშინ სხვა დამოკიდებულება იყო. დღეს უკვე ესე არ არის. სამწუხაროდ. პოპულიზმს მე ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პროცესს არ ვეძახი. პოპულიზმს მე ვეძახი აი დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე ხელისუფლებები ცდილობენ რომ ხალხის ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება. ეს რა თქმა უნდა არ შემილია თქვენდამი და ჩვენი მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად არ თქვა გულახდილად რომ ყველა ხელისუფლებამ შეიტანა ამაში მეტ ნაკლები წილი, როდესაც პროცესი გადის კონტროლიდან, აქ ხელისუფლების ბრალია რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ხალხი კაი შეცდა ერთხელ. ეხლა მოდი მოვიყვანოთ დაისალა ქვეყანა, ვიღა უნდა მოვიყვანოთ, მაგრამ რეალურად ვინც ვართ დარჩენილები ერთმანეთს მოусმინოთ, კვლევები ჩავატაროთ, დასკვნები გამოვაქვეყნოთ და მეორე და მესამე პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში დავუშვათ და არა მანიპულაცია. მე არ ვიქნები, აი მოვა ის ამ გელი ნაციონალური მოძრაობა, როდემდე უკვე აღარ არის საინტერესო ამათი აი ეს. არა, ეს ძალიან მიუღებელი ამბავია. ნიშას გამოყენება ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. წესით არ უნდა ჭირდებოდეს ეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მერწმუნეთ, მე კარგად ვიცნობ მას თვითონ ეჩქარება ხელისუფლებიდან წასვლა, იმიტომ რომ მობეზრდა ის არ არის ხელისუფლებაში. არ არის, ის უბრალოდ არ არის ხელისუფლებაში. არის, არ არის. ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი მართავს და განსაზღვრავს. აი, მაგრამ ოფიციალურად ხო არ არის? ოფიციალურად არ არის, მაგრამ არსად არ ეჩქარება დამიჯერეთ, რა მშვენივრად გრძნობს თავს. ეს ძალიან ცუდი ქვეყანაა სამართავად. ჩვენ არ შეგვიძლია თვალსაჩინო და ცხად რამეს დავარქვა. არა, ვერ ხედავ, ცად არის ბიძინა, არ არის, აგერ ის მართავს, რა ქვია მაგას კობახიძე. ასე ეგონა ბევრს, ხო? და გამოვიდა კაცი და თქვა რომ ყველა გადაწყვეტილებაზე ვეთათბირები და ბევრ ამას ვიღებო. ესეც ძალიან ჭკვიანი კაცი რო არის, ამაზე შეეტყო. რატო? იმისი ბრალია ყველაფერი ჩემი. არა, კეთილსინდისიერად დააფიქსირა ვინ არის პირველი პირი ქვეყანაში. კი, რომც არ დააფიქსიროს, ყველამ ვიცით. იცით რა არის, აი ზვიად გამსახურდიას აქვს ესეთი სიტყვები. ხალხი იმსახურებს იმას, რანერი ხელისუფლება წყავს და კიდევ ერთხელ ვეთანხმები და სხვათა შორის მინდა ვისარგებლო, ხვალ კინოს სახლში საღამო 7 საათზე გაიმართება დოკუმენტური ფილმი
ფილმის მზისენა როზაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება ზვიად გამსახურდიაზე და იმ ეპოპეაზე და სხვა შორის ამ ფილმმა მოსკოვის საერთაშორისო დოკუმენტურ ფილმებში გაიმარჯვა ისე რომ დავამთავროთ ამით რისი ღირსებიც ვართ ისეთი ხელისუფლება გვყავს და ისეთი დიპსტეიტი გვყავს კიდე უფალი სუდო არა რატო სადამ უკეთეს ვიმსახურებთ რა და თუ არ ვიმსახურებთ მაშინ ამათაც ის უნდა უნდოდეთ რომ მათ შემდეგ იყოს უკეთესი ხელისუფლება მე რო ხელისუფლებაში ვიყო მერთმა დამიფაროს ჯვარი მწერია მაგრამ მენდომებოდა რომ ჩემ შემდეგ იყოს ჩემზე უკეთესი ხელისუფლება ალბათ თქვენ იმიტომ არ ახართ ხელისუფლებაში ამიტომაც ხო ამაშია საქმე დიდი მადლობა ბატონო მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის გემშვიდობებით და ჩვენს მაყურებელს და მსმენელსაც ვემშვიდობები მომავალ პარასკევამდე